რამდენად მზად იქნება სამედიცინო სექტორი სექტემბრიდან დაზღვეულთა გაზრდილი რაოდენობის მისაღებად. ამის გადასამოწმებლად ჯანდაცვის მინისტრი ადიგენის სამედიცინო ცენტრ უნიმედს სამცხეს ესტუმრა. მედპერსონალთან შეხვედრისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სექტორი ორ კვირაში დაზღვეულთა გაორმაგებული ნაკადის მომსახურებისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს. ეხლა ვართ განსაკუთრებულ სამზადისში, იმიტომ რომ დაგვემატა დაზღვეულები 1 სექტემბრიდან და ყველა არის მობილიზებული. ბატონ გიგი, რო გითხრათ, ჩვენ აბსოლუტურად ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გვეყოლება ჩვენი წარმომადგენლები ამავდროულად, იმიტომ რომ დავეხმაროთ ამ კეთილ ადამიანებს ნაკადების მართვას. თვალშორის ამ ცხელი ხაზების პროგრამა რო ვნახეთ თვითონ, ისე აქვთ, რომ შეუძლია ადამიანს დარეკოს და იმ ცხელი ხაზის ოპერატორმა შეუძლია დაუგეგმოს ოჯახის ექიმთან, ვისკი, ანუ ის მერე საავადმყოფოსთან კავშირი არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სექტემბრის თვიდან, როდესაც გაიზრდება მიმართვიანობა დაწესებულებებში, იმიტომ რომ თითქმის მილიონამდე ადამიანები შედის სისტემაში, პენსიონერები, სტუდენტები, ბავშვები და ამ საქმისთვის სამედიცინო დაწესებულება იყოს მზად.